მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. Quorumi გვაქვს, სანამ დღის წესრიგს დავამტკიცებდით, ჩვენ შემოგვიერთდა კომიტეტში ჩვენი კოლეგა, ბატონი შალვა კერესელიძე, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენს, გიორგი კახარია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელია პარლამენტში, მივესალმებით და უსურვებთ, რომ ნაყოფიერად ვითანამშრომლოთ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში. რაც შეეხება დღის წესრიგს, სამი საკითხისგან შედგება. თუ არა გაქვთ რაიმე დამატება ან წინადადება, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. კი ბატონო, დღის წესრიგი დამტკიცებული არის. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მარიამ ლაშხის და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იქნება ქალბატონი ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის წევრი. გთხოვთ ნინო. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ ინიციატივას, რომელთან დაკავშირებითაც პირველი შენიშვნა უკვე მივიღეთ და გავითვალისწინებთ შემდგომში. ინიციატივას მხოლოდ ქალი ინიციატორები ყავს და აუცილებლად თანასწორობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი კაცი კოლეგებიც ჩვენთან ერთად არიან და იყვნენ შესაბამისად ასახული. ცვლილება არის გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათის, რადგან როდესაც ძირითადი ცვლილებები განვახორციელეთ ქალის და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონში, იქ საბჭოებთან მიმართებით იყო კონკრეტული ჩანაწერი განახლებული. იგულისხმება, რომ პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭო გადაკეთდა ქალთა და ბავშვთა საკითხების კომისიად, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში, საკრებულოებში არსებული საბჭოებს გადაერქვათ სახელი და განსხვავებით გენდერული თანასწორობის საბჭოებისა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებად ჩამოყალიბდა. ამ ცვლილებების დროს გამორჩენილი იყო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ასევე ფუნქციონირებდა გენდერული თანასწორობის საბჭო და ახლა ამ ცვლილებით გვინდა რომ ქალთა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში დაემატოს ახალი მუხლი, სადაც გაიწერება, რომ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ღონისძიებებს დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვის მიზნით და ასევე შექმნიან ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე საბჭოებს. ეს არის აჭარის უმაღლესი საბჭოს შემთხვევა, სადაც რადგან კანონში კონკრეტული ჩანაწერი არ იყო, გარკვეული ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებს ბადებდა, შესაბამისად ამ საკითხის სრულ ყოფილებაში მოსაყვანად, როგორც პარლამენტის, ასევე მუნიციპალიტეტების საბჭოებს დაემატა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაქმნელი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. ბატონო, ხო არა გაქვთ შეკითხვა ან აზრის გამოთქმა? კი ბატონო, მაშინ საკითხი განხილულია, გთხოვთ უყაროთ ვინ არის მომხრე. მადლობა. მადლობა, გადაწყვეტილება მიღება. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს ფინანსის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრათვის მიმოხილვა. მომხსენებელი გიორგი კაკაულიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2025 წლის ბიუჯეტის ცხრათვის შესრულებასთან დაკავშირებით. პრინციპში დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენ განვიხილეთ უკვე 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია და იქ წარმოდგენილი იყო მონაცემების ცხრათვისთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ძირითად პარამეტრებს მოგახსენებთ და თუ იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, მზად ვარ თქვენ კითხვებსაც უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით. ჩვენ წლის პირველ ცხრათვეში რეალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს 7.7%, პირველ ნახევარში უფრო მაღალი იყოს და პირველ კვარტალში 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალის წინასწარი მონაცემები რაც გვაქვს არის 6.5% და ჯამში ცხრათვეში გამოდის 7.7%. მოგეხსენება ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 6%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით დაფიქსირდა 4.8%, თუმცა ბოლო 12 თვეში საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ 3%-ის ფარგლებშია. განახლებული პროგნოზები რაც გვაქვს წარმოდგენილი, მათ შორის 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად 3.6%-ია
წლეს საშუალო ინფლაციის პროგნოზი. რაც შეეხება საგარეო სექტორს და ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ სხვა ფაქტორებს, პირველ რიგში საგარეო ვაჭრობით დავიწყებ. წელს პირველ 9 თვეში ჯამში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა საქონლის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 18 მილიარდ 555 მილიონი დოლარი, 9.1% არის გაზრდილი 2024 წლის 9 თვესთან შედარებით. მათ შორის ექსპორტის მაჩვენებელი არის 5 მილიარდ 151 მილიონი დოლარი, 7.7% არის გაზრდილი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შეადგენს 13 მილიარდ 393 მილიონ დოლარს, აქ 9.7% გვაქვს ზრდის მაჩვენებელი. მეორე მიმართულება საგარეო სექტორიდან ტურიზმი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ პირველ 9 თვეში გვყავდა 5.327.000-მდე საერთაშორისო ვიზიტორი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 5.6%-ით. თუ უშუალოდ ტურისტულ ვიზიტორებს შევხედავთ, 4.307.000 პირი იყო საქართველოს, ვინც ესტუმრა და 7.9% არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურიზმიდან ეკონომიკაში შემოსულ თანხას და ეკონომიკის სარგებას 3.628 მილიონ დოლარამდე იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან, 5.1% არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. 3.628 მილიონი დოლარი. ფულადი გზავნილების ნაწილში გვაქვს 6%-იანი ზრდა, 2.390 მილიონ დოლარამდეა ჯამში პირველი 9 თვის განმავლობაში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. აქ შემცირება გვაქვს კვლავ რუსეთის ფედერაციიდან, სადაც ერთჯერადი ჩამორიცხვები იყო წინა წლებში, დანარჩენ შემთხვევებში თითქმის ყველგან ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს მოგახსენებთ. ჯამში შემოსავლების მობილიზება 9 თვეში შეადგინა 21 მილიარდ 32 მილიონი ლარი, 108.1%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 18 მილიარდ 813 მილიონ 500.000 ლარამდე, საპროგნოზო მაჩვენებლის 100.5% და ამავე პერიოდში დღეს ზედმეტობის დაბრუნების სახით მილიარდ 896 მილიონი ლარი მიიმართა. გრანტების სახით მივიღეთ 203 მილიონ ლარზე მეტი, 27%-ია და ასევე 27%-ით არის შესრულებული სხვა შემოსავლების მაჩვენებელი, 2 მილიარდ 15 მილიონი ლარია მიღებული სხვა შემოსავლების სახით. რაც შეეხება პრივატიზაციას, აქაც კარგად მივდივართ, ნაერთ ბიუჯეტში 454 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ პრივატიზაციის სახით, 117.6%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის, ხოლო სესხების დაბრუნების მაჩვენებელი შეადგენს 154%-ს, 213 მილიონი ლარი მივიღეთ ამ კუთხით. რაც შეეხება კიდევ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი, ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ 2.5%-ის ოდენობით გვაქვს დეფიციტი დაგეგმილი, წელს პირველ 9 თვეში დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენს 0.4%-ს. რაც შეეხება ვალის ნაწილში, ვალის ფაქტიურად მაჩვენებელმა სექტემბრის ბოლოსთვის, ანუ 9 თვის მდგომარეობით, თლიანში და პროდუქტთან მიმართებაში 34.9% შეადგინა. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე რო გადავიდეთ, ჩვენ წლის პირველ 9 თვეში მიღებული თანხა შემოსავლების სახით შეადგენს 17 მილიარდ 767 მილიონ ლარზე მეტს, დაგეგმილი მაჩვენებლის 102.5% გვაქვს აქაც, მათ შორის გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იყო 16 მილიარდ 176 მილიონი ლარი, 100.1%, გრანტები 199 თითქმის 200 მილიონი ლარი, 138%-ია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში 3 მილიარდ 391 მილიონი ლარი მივიღეთ, რაც დაგეგმილი მაჩვენებელთა მიმართებაში 134.6%-ია. პრივატიზაციის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენს 262 მილიონ ლარს აჭარბებს, 114.9%-ია შესრულება, ხოლო სესხების დაბრუნების მაჩვენებელი შეადგენს 270 მილიონ ლარს და აქაც გადაჭარბებით არის 136.4%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ საშინაო ფასიანი გადაყრდების გამოშვებით მივიღეთ მილიარდ 122 მილიონი ლარი, საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელმა შეადგინა 628 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო 439 მილიონი ლარი მივიღეთ ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით. ამავე პერიოდში ჩვენ ვალდებულების მომსახურებასა და დაფარვაზე საგარეო ვალდებულებების ნაწილში მიმართეთ მილიარდ 562 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 839 მილიონი ლარი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, ჩვენ ჯამური ბიუჯეტი გადაგეგმილი გვაქვს
27 მილიარდ 951 მილიონი ლარის ოდენობით, ფაქტიური შესრულება, საკასო შესრულება 9 თვეში იყო 19 მილიარდ 278 მილიონ ლარამდე, რაც 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 93%-ია, ხოლო წლიური გეგმის 69% შეადგენს. უწყებების მიხედვით ათვისების მდგომარეობას რამდენიმე ძირითად უწყებაზე მოგახსენებთ. პირველ რიგში დავიწყებ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე სამინისტროთი, ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ათვისება გვაქვს საკასო ხარჯი 6 მილიარდ 586 მილიონი ლარი, 99.6%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს ერთად იყო და წლის შუაში გაიყო და აქ 92%-ამდეა ათვისებული და მილიარდ 761 მილიონი ლარია. იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში 263 მილიონი ლარი, 84%. თავდაცვის სამინისტრო მილიარდ 222 მილიონ ლარამდეა, 89%-ია შესრულება. შინაგან საქმეთა სამინისტრო 997 მილიონ ლარამდეა და 95%-ია შესრულების მაჩვენებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2 მილიარდ 58 მილიონ ლარამდეა ათვისებული და 91%, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 93%-ამდე აქვს შესრულება და 579 მილიონი ლარია ათვისებული. აქვე მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში რამდენიმე რიცხვსაც მოგაწოდებთ. DGG-ს სახით დაგეგმილი არის წელს 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი და უკვე 9 თვეში რაც შესრული არის მილიარდ 491 მილიონ ლარამდეა მუნიციპალიტეტებში მობილიზებული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მობილიზებული DGG-ს სახით. ტრანსფერებს რაც შეეხება, ჯამში ჩვენ გვაქვს მილიარდ 516 მილიონი ლარის ოდენობით დაგეგმილი, რაც არის დღეის მდგომარეობით გეგმიური მაჩვენებელი. მილიარდ 15 მილიონი ლარი არის გადარიცხული მუნიციპალიტეტებში, გადარიცხული ძირითადად ნიშნავს ათვისებულია ეს და ხან ხელშეკრულებების მიხედვით და ათვისების მიხედვით ხდება თანხების გადარიცხვა მოგხსენებათ და ამაში შედის მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან 20 მილიონი ლარი, რაც გათვალისწინებულია, საკასო ხარჯი შეადგენს 10 მილიონ 620,000 ლარს. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში გვაქვს და თუ კითხვებია, რა თქმა უნდა, ზატო კითხვებს უპასუხო. კითხვები, ვისაც გაქვთ? მაქვს ერთი. თუ შალვა, მერე ზვიადი. გამარჯობათ. გავეცანით თქვენს მიერ წარმოდგენილ ანგარის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებასთან დაკავშირებით და რამოდენიმე შეკითხვა მექნება თქვენთან. პირველი მინდა დავიწყო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომელიც 794 მილიონი ლარიდან რეალურად 478 მილიონი ლარი არის საკასოდ შესრულებული და დაახლოებით 300 მილიონი ლარი აკლია, ცოტა მეტი 320 მილიონამდე ლარი, რომ 9 თვეა მithumetes გასული, დარჩენილია 3 თვე, რომ ეს რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდი სრულად იყოს ათვისებული. მათ შორის გამოყოფთი მთის ფონდს, სადაც 20 მილიონია გამოყოფილი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არაფერი არ არის და ამ 20 მილიონიდან რეალურად ნახევარი არის მხოლოდ საკასოდ შესრულებული 10%. მაშინ როდესაც ბოდიში 10 მილიონია შესრულებული, 50%-ია შესრულება. მაშინ როდესაც 3 თვეა დარჩენილი, არც კი და ნებისმიერ დროს შეიძლება მაღალმთიან დასახლებებში უბრალოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერ შესრულდეს. იგივე მინდა თქვა სოფლის ხარდაჭერის პროგრამაზე, საიდანაც 40 მილიონიდან 18 მილიონია ათვისებული, 50%-იც არ არის აქ და ამ დარჩენილ თვეებში 2-3 თვეში როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის ათვისება ძალიან მაინტერესებს და ამას რომ აქ საუბარია საკასო შესრულებაზე, როგორც თქვენ ისაუბრეთ. და რეალურად რო ვთქვათ, საკასო შესრულებასა და ფაქტიურ შესრულებას შორის არსებობს რაღაც 10%-იანი სხვაობა, იმიტომ რომ ფაქტიური შესრულება იდეაში ცოტა მეტია ხოლმე, ვიდრე საკასო, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებშიც ხო, ალბათ იმაში დამეთანხმებით, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ათვისება გაზრდილი იყო, წინასწარ არის ავანსად თანხები გადახდილი, რომ ეს პროცენტი და ეს მაჩვენებელი აწეულიყო. ამ პრინციპით შევხედავთ თუ იმ პრინციპით შევხედავთ, ყველა შემთხვევაში გამოდის, რომ 2025 წლის ბოლოს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისებაში კვლავ ახალ წელს შეხვდება დაუსრულებელი პროექტებით, აუთვისებელი თანხებით, რომელიც თანხებიც უკან უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში. მე მაინტერესებს რა არის აქ თქვენი პასუხი და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? არაეფექტური პროგრამებია, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არის, კორუფცია არის, გულგრილობა არის, თუ ყველაფერი ერთად არის. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ ეს ბოლო წლები ძალიან აქტიურად ხდება ესეთი შემთხვევები და როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საკითხები თქვენ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურული სამინისტროს პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად პოლიტიკა და რომელ პოლიტიკაში თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიწვით და პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეგ ერთი. ჩემი მეორე შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ მე ასევე თქვენს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში ვნახე ისე, რომ გაზრდილია ეკონომიკა, გაიზარდა შემოსავლები, გამყარებულია ეროვნული ვალუტის კურსიც, გაზრდილია მთლიანი შიდა პროდუქტი და ასე შემდეგ. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, რომ აი რა ქვია, მე ძალიან ბევრი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მოდელები მაქვს წაკითხული, ეკონომიკური სასწაულები მაქვს გაგებული, მაგრამ რა ქვია ქვეყნის ეკონომიკის მოდელს, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, მაგრამ ამავე დროს პარალელურად საქართველოს სამოხმარებლო ბაზარზე სურსათი და პირვედადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება. როგორ შეიძლება ახსნათ, რომ ვამბობთ, რომ გაიზარდა შემოსავლები, გაიზარდა სამუშაო ადგილები და ამავე დროს სოციალური შემწეობების მიმღებთა რაოდენობა იმატებს. როგორ შეიძლება ახსნათ, რომ იზრდება ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი და ამ დროს ქვეყანას სიდუხჭირის გამო ტოვებს ჩვენი მოქალაქეები და მიდიან მიგრაციაში. ჩემი პირადი სუბიექტური აზრით, ჩემი მოსაზრებით, ხო, აქ სხვა რამე მგონია და მიზეზი არის ის, რომ ის დოვლათი, დამატებითი დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, რაც იქნება დამატებითი შემოსავლები და ის დამატებითი სიკეთე, რაც ყოველწლიურად ქვეყანაში იქნება, არ ნაწილდება საზოგადოებაზე, არ ნაწილდება ხალხზე და არასწორად ხდება გადანაწილება და ძირითადად აი ამ დოვლათის და მიღებული შემოსავლების და სიკეთის გადანაწილება ხდება კორუმპირებულ გავლენიან კლანებზე, რომლებიც ნაწილი დაჭერილია მაგის გამოციხეში, ზოგი კიდე დასაჭერად არიან გამზადებულები. აქაც მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რატომ ხდება ესე და რით შეიძლება ეს ყველაფერი ახსნათ. დიდი მადლობა. კი ბატონო, რამდენიმე პროგრამა ჩამოთვალეთ, რეგ ფონდი მაღალმთიანი სოფლის პროგრამა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცალკე როგორც სამინისტრო თუ ამ პროგრამების მმართველი ვერ მივხვდი კითხვა რაში მდგომარეობდა, მაგრამ გიპასუხებთ ყველაზე, დავიწყოთ რეგ ფონდიდან და თქვენ ახსენეთ, რომ ბოლო წლების ტენდენცია, რომელ წელს დამისახელებს, სადაც რომელიმე ამ პროგრამაში აუთვისებლობა დარჩა, რომელ წელს შეგიძლიათ მითხრათ, რომ გინდა მაღალმთიან დასახლებებში, გინდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში და გინდა რეგ ფონდში აუთვისებლობები დარჩა. რა თქმა უნდა, არა, არც ერთში არ დარჩენილი ახლა რას მეუბნებით. ნახეთ, რომელ წელს არის აუთვისებლობა დარჩენილი. მე არ გულისხმობ 1 მილიონს და 2 მილიონს 500 და 700 მილიონიდან მე გულისხმობ რაიმე მნიშვნელოვან აუთვისებლობას 1%-ზე მეტი თუ არის აუთვისებლობა, რომელიმე ამ ფონდში შეგიძლიათ მითხრათ. ეხლა რაც შეეხება წლევანდელ მდგომარეობას, რეგ ფონდში დაახლოებით 60% უკვე ათვისებულია და მოგეხსენებათ, ძირითადი სამუშაოები ეხლაც მიმდინარეობს და გრძელდება. არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც შეიძლება იყოს შეფერხება, თუმცა ამოდროულად ჩვენ ყოველი წლის ბოლოს, სადაც ეკონომიებია, ეს შეიძლება იყოს შესყიდვის ეკონომია, ან რომელიმე კონტრაქტორმა შეიძლება ვერ შეასრულოს რაღაცა მოცულობას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც მეტი შესრულებაა და ფაქტიური შესრულებები აქვს გაწეული წლის განმავლობაში, ვიცით რომ მრავალწლიანი ტენდერები აქვს შემთხვევაში
და გადადის მომდევნო წელს, თუ წელს აქვს კონტრაქტული შესრულებული, ჩვენ წელსვე იმავე წელს ვთქვით, რომ აუნაზღაუროთ. შესაბამისად, როგორც რეგფონდიდან შეიძლება ჩვენ სხვადასხვა წყაროებში გარკვეული ეკონომიები ვნახოთ და რეგფონდის გაზრდაც დაგჭირდეს იმისათვის, რომ ფაქტიური შესრულებები ყველა იმ მუნიციპალიტეტს აუნაზღაუროთ. არის შემთხვევები, როდესაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ არის გამოყოფილი თანხები და აქ ეტაპობრივად მივდივართ და აქ იქნება შედარებით დაბალი ათვისება, თუმცა აქაც იგივეს გავაკეთებთ, რომ სადაც იქნება მეტი ათვისება, ზოგ მუნიციპალიტეტში უფრო სწრაფად მიდის პროცესი და იმ მუნიციპალიტეტს მეტ ფულს მივცემთ, გადანაწილებას გავაკეთებთ თანხების და საბოლოო ჯამში მინდა ცალსახად ვთქვა, რომ აქ არსეთ პროგრამაში, რომელიც ჩამოთვალეთ, გარდა სოფლის პროგრამისა, სოფლის პროგრამაში აქ ვერ ვაკეთებთ გადანაწილებას, თუმცა აქაც ათვისების პრობლემა როგორც წესი არ არის ხოლმე, ეს თანხა რჩება მუნიციპალიტეტს და ითვისებს მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ხოლმე. დანარჩენ შემთხვევაში არც ერთ პროგრამაში არ გვექნება აუთვისებლობა, ანუ 1%-ზე მე 1%-ს არ გულისხმობ, იმიტომ რომ როგორც წესი ეკონომიები და იმდენად მცირე ეკონომიებია, რომ ყველა პროექტს რო დავყვეთ და ეს ეკონომიები 300 და 500 ლარებით ავკრიფოთ, შეიძლება შედეგი ვერაფერი მივიღოთ და დანარჩენი 99%-ზე მეტი იქნება ათვისება. რაც შეეხება უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ გაინტერესებდათ, აქ არსებული პროექტები, რაც დაწყებული პროექტები იყო, ის მიდის, არის ახალი მიმართულება, სადაც ძირითადად სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ახალი პროექტი იყო წელს, რომელზეც ათვისება იქნება ძალიან დაბალი, ან შეიძლება ითქვას, რომ მინიმალური, ვინაიდან შეიცვალა პრაქტიკა და დიზაინ ბიდის მეთოდი ეგრეთ წოდებული, რომელიც იყო, რომ პროექტირებასაც და სამუშაოებსაც ასრულებდა ერთი და იგივე კომპანია, ეს პროცესი აღარ არის ეგრეთ და იქნება პროექტირება, ამიტომ პროექტირებაზეა ძალიან ბევრი პროექტი, რაც უნდა გახორციელდეს და ძირითადად ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერები და რიგ შემთხვევაში დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე, რომელსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება და ამის მერე იქნება უკვე ტენდერები გამოცხადება. ანუ ორად გაიყო. საპროექტოზე ცალკე პროცედურა დაიწყო და ცალკე პროცედურა დაიწყო უშუალოდ პროექტების შესრულებაზე. თუმცა ჯამში ხო ჩვენ ალბათ მოგვიწევს თქვენ წინაშე წარმოადგინოთ ცვლილებები 2025 წლის ბიუჯეტში, აქაც გავაკეთებთ იმას, რომ თანხების გადანაწილება იქნება და პროექტები, სადაც მეტი ათვისება არის, იმ პროექტებზე გადანაწილდება თანხები. საბოლოო ჯამში, რაც ეს დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტი, ვფიქრობთ, რომ 95-97%-ის ფარგლებში იქნება ჯამურად ათვისების მაჩვენებელი. რაც შეეხება შემდეგ კითხვებს, ეს იყო ეკონომიკურის და კი ბატონო, ჩვენ ანგარიშებში კი არ ნახეთ ეს სტატისტიკას აქვს გამოქვეყნებული და რა თქმა უნდა ჩვენ ანგარიშებში იგივე მონაცემები აისახება და რატო არის რომ კურსი და ინფლაცია, პირდაპირ კავშირში კურსი და ინფლაცია არ არის, კურსის გამყარება შეიძლება მოხდეს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ძირითადად გულისხმობ სასურსათო ნაწილში, როდესაც იზრდება ფასები, ეს რა თქმა უნდა იწვევს ჩვენთანაც. ახლა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა რა ვართ, მე მგონი ახალი არც თქვენთვის იქნება და არც არავისთვის და როდესაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანას იმპორტის ახორციელებს, შეიძლება კურსის გამყარება მცირე ეფექტი მიწეს, რომ უფრო ნაკლებად გაიზარდოს ფასი ვიდრე არის და საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ეს აუცილებლად მოქმედებს და აუცილებლად არის ასახული. რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა მაჩვენებლებს, სოციალურად დაუცველთა მაჩვენებლები რატომ გაიზარდა, ალბათ თქვენ ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ, 2020 წელს იყო კოვიდის დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყო მორატორიუმი საერთოდ გადამოწმებაზე, შემდეგ შემოვიდა ამავე პერიოდში, რომ ვინც მუშაობს, იმას არ შეუწყვეტავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, შესაბამისად შეიძლება ვიღაცას არ ეკუთვნოდეს დღეს იმ მეთოდოლოგიით, რომელთაც სოციალურად დაუცველები იზომება, თუმცა მუშაობა დაიწყო და იმას ბაზიდან არ ვიყვანთ მომდევნო 4 წელი, რომ წახალისებული ყოფილიყო ადამიანების დასაქმება ამ პროგრამიდან და არ ყოფილიყო უბრალოდ, რომ არ საქმდებოდნენ ადამიანები, იმიტომ რომ მალავდნენ თავიანთ დასაქმებას, იმიტომ რომ ვინც დაიწყებდა მუშაობას პროგრამიდან ვარდებოდა. გარდა ამისა, ორი რაღაც მოხდა სოციალურად დაუცველი პროგრამებში, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ შევეცადეთ, რომ მოცვა გაგვეზარდა და ეს არის პირველ რიგში ბავშვების ნაწილში. თუ ადრე ჩვენ 100,000 ქულამდე ბავშვებს ვაფინანსებდით, 16 წლამდე ბავშვებზე მაქვს საუბარი, 20,000-ით გაიზარდა ეს ქულა და რეალურად 100 კი არა 120,000 ქულამდე ავწიეთ, ამიტომ შეგნებულად პოლიტიკის ნაწილი იყო, სოციალური პოლიტიკის ნაწილი, რომ მოცვა გაგვეზარდა მოსახლეობის ამ პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროგრამას, აქ შეიძლება მეთოდოლოგია გადასახედი იყოს და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ უფრო სწორად მივიდეთ იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს საჭიროება აქვს და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები საჭიროა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს ეს განხორციელდება. თუმცა ის რომ რატო მოხდა სოციალურად დაუცველების და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ჩვენ მოცვა გავზარდეთ ბავშვების და გვინდოდა რომ მაქსიმალურად მეტი მოცვა ყოფილიყო ამ პროგრამის ფარგლებში. ეს არის ის ძირითადი კითხვებზე პასუხი, რაც თქვენ გქონდათ ამ ეტაპისთვის. თუ რამე დაზუსტება იქნება, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. ბატონო ზვიად გთხოვთ.
აი დასვას კითხვები და თუ გნებავ დაგაზუსტებინებთ. კი ბატონო. ხო არა, მოგესალმებით, მადლობა. პრინციპში ბატონმა გიორგიმ ჩემს კითხვას ნაწილობრივ გასცა პასუხი და აღარ დავსვარ. უბრალოდ მინდა გამოვეხმაურო ბატონ შალვას ორ კითხვას. ბატონ შალვა, თქვენ იყავით რწმუნებული გარკვეული პერიოდის წინ და ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ ის, რომ სტატისტიკურად ყოველთვის სოფლის პროგრამების ათვისება თანხის ხდებოდა ხოლმე წლის მეორე ნახევარში. ანუ ეხლა ამ პერიოდში და ის რომ შეიძლება სოფლის პროგრამების საკასო დღევანდელ დღეს იყოს დაბალი სხვა სამინისტროებთან შედარებით, ეს საერთოდ არის განგაში სიგნალი, იმიტომ რომ სწორედ ეხლა ხდებოდა და ხდება ძირითადი სამუშაოების განხორციელება სოფლის პროგრამებში, იმიტომ რომ გაზაფხულზე იცით რომ ხდება შეკრებები, მოწვევა მოსახლეობის, მათთან ერთად პროექტების განხილვა, მერე პროექტირებები და ძირითადი საკასო მიდის შემოდგომაზე. ასე რომ მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავ და დარწმუნებული ვარ, ეს სოფლის პროექტები ბოლომდე მივა წლის ბოლოსთვის. ეხლა რაც შეეხება მეორეს, რომ ინფრასტრუქტურულ სამინისტროს მოუწევს ახალი წლის კვლავ შეხვედრა დაუსრულებელი პროექტებით, აქაც შეგახსენებთ, რომ არ ვიცი, ახლა 2019 წლიდან კოლეგები ვიყავით და გვახსოვს ყველას, თუ როგორი დიდი აქცენტი იკეთებოდა საკასო შესრულებაზე და მე მგონი არც ერთი წელი არ ყოფილა ისეთი, მე მგონი კი არა ესე იყო, რომ რომელიმე ესეთი შეუსრულებელი პროექტებით შეხვედრილიყავით და მაჩვენებელი საკასო შესრულების არ ყოფილიყო 98, 99 ან 99.6% და ასე შემდეგ. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ის საკასო მაჩვენებელი, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გვაქვს 2 თვე ინტენსიური სამუშაო თვეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ისე იგივე შედეგებით შეხვდება ახალ წელს, როგორც წინა პერიოდში. დიდი მადლობა. სხვა შეკითხვები დაზუსტება. პრინციპში კი ბატონო, დააზუსტეთ. ბატონ ზვიად. სწორედ სახელმწიფო რწმუნებული რო ვიყავი იქიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ გამოცდილება მიღებული გამოცდილებიდან რომ ესე არ არის, იმიტომ რომ ზეღამთის ფონდიც ვახსენე მე 50%-ია ათვისება. 50% 20 მილიონიდან არის 10 მილიონი. წლის დასასრულამდე დარჩენილი არის 2 თვე. მაღალმთიან დასახლებებში მთელი 9 თვის განმავლობაში თუ ავითვისეთ 50%. დარჩენილ 2-3 თვეში, როცა მაღალმთიან დასახლებების მქონე, სტატუსის მქონე დასახლებებში სამუშაოები ზოგან საერთოდ ვერ ჩაატარებ, ან თუ ჩაატარებ ძალიან რთულად, აი მანდ არის კითხვის ნიშანი, რომ დანარჩენ 50%-ის ათვისება არარეალურია თქო, ამ 2 თვეში როგორ აპირებთ თქო, ეგ კითხვა დავსვი, რომ 9 თვეში თუ 50 ავითვისეთ, 2 თვეში როგორ უნდა ავითვისოთ დანარჩენი 50. ამაზეა საუბარი, მე თუმეტეს სადაც სამუშაოების ჩატარება არის ძალიან რთული მაღალმთიან დასახლებებში. ეგ ერთი. რაც შეეხება სოფლის ხარდაჭერის პროგრამას, იგივეს ვიტყოდი მანდ, რომ სოფლის ხარდაჭერის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროგრამა, სადაც თანხის ათვისების პრობლემა არსებობს, იმიტომ რომ 10 და 20.000 ლარი, რომელიც არის გამოყოფილი სოფლისთვის, ხო? და სამუშაოები რო დაიწყება გაზაფხულზე თუ გაზაფხულის ბოლოდან და ეხლა შემოდგომის ბოლო როა და 10.000 ლარი და 20.000 ლარი ათვისებული რო არ არის, მათ უკვე კითხვებიც ჩნდება. ხო და მაგას ვამბობ, არ არისო და ყოველ წელს ესია. ყოველთვის არა შეუსრულებელი გიორგი ისიც ვიცით რა, რომ შეუსრულებელი რო არჩება, რჩება იმიტომ რომ რომელიღაცა რაიონმა ვერ აითვისა თანხა, წაართვებ იმას ფულს, მისცემს სხვაგან გადაუშვებ და ის სხვა რეკფონში ხო ხდება? ხო და მაგას ლაპარაკობ მე ზუსტად რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რო ვთქვათ და დავიდეთ როგორ ითვისებენ, მუნიციპალიტეტი როგორ ითვისებს, მაგ თანხას ართმევენ, უკან მიდის. იმიტომ ხო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ პროგრამების ათვისება ვერ ხდება თქო. მაგაზეა საუბარი რა. ეგ კითხვა დავსვი მე და ეგ გითხარით მე თქვენ. ხო.
ესა მოდით კი ბატონო. ხო და ეს თქვენ პრობლემის გადაჭრათ მიგაჩნია? არა, ბატონო შალვა. აქ ჩვენ თუ ახლა მე მესმის თუ რაზეც საუბრობთ, აქ ჩვენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე გვაქვს და თქვა ბიუჯეტი ამ შემთხვევაში იმ ბალანსზე ლაპარაკობს, რაც მას ვალდებულება აქვს, რომ შუალედურ პერიოდებში თუ საბოლოო წლის ბიუჯეტის ბალანსი დაასვას და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ბიუჯეტს ამ მიმართულებით ჩავარდნა და გარღვევა არ ქონია. წელს ერთ ობიექტურ მიზეზსაც დაგისახელებთ, ეხლა აქ ხო არაფერი ის არ არის სიახლე, ხო? როდესაც ხდება სამინისტრო სტრუქტურული დაყოფა, ამას გარკვეული პერიოდი, გარკვეული შეფერხება მოყვება ხოლმე. ხო? ამიტომ რაღაცა მომენტით შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ყველა ეს თანხა უკვე დაპროცესებული არის. ყველა ამ თანხაზე პროექტი შესყიდულია და ყველა ამ თანხის ასათვისებლად სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არის და თქვენ მოგეხსენებათ, რომ დეკემბრის ბოლომდე რა ინტენსიურ რეჟიმში ხდება ხოლმე ყველა პროექტის ჩაბარება და მათ შორის საკასო შესრულების დასრულება. ასე რომ აქ მაინც უფრო მთავარი მე ერთ საკითხს ვიტყოდი, რომ 760 მილიონი ლარი არის ხო გამოყოფილი ამ ბიუჯეტით, 25 წლის ბიუჯეტით. ეს შესრულებას არ ეხება, მაგრამ მაინც რეგფონდებისათვის, შემდეგ მოქალაქეთა ჩართულობისათვის 58 მილიონი ლარი გამოიყო, საერთო ჯამში ასიგნინება იყო ამ მიმართულებით 818 მილიონი ლარი. აი ეს იქნება მოკლედ ჩვენი წინსწრები შეკითხვაც და მოთხოვნაც, რომ მომავალი წლის რეგფონდების ბიუჯეტი ამ 818 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, ფარგლებში იყოს შენარჩუნებული და ეს ნამდვილად ხო, ან კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. აი ეს ნამდვილად ის არის, რაც ჭირდება დღეს ჩვენ მუნიციპალიტეტებს. კი ბატონო, სხვა შეკითხვები თუ გაქვთ, თუ 818 მილიონს დაგვიდასტურებთ ახლა. ეგ განვიხილოთ 2026 წლის ბიუჯეტს. კი ბატონო, ხო, არა წინასწარ. სამжелოთ დაგიტოვეთ ეს საკითხი პოზიტიურად. კი ბატონო, დიახ, მე მგონი ჩვენ მოვისმინეთ, მივიღოთ, როგორც ასე ვთქვათ, მოსმენილად ეს ანგარიში წარმოდგენილი კომიტეტის წინაშე. შემდეგი საკითხი, მესამე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიკაციისათვის წარდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. მომხსენებელი ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. ეს არის ახალი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა აზიის განვითარების ბანკთან, ითვალისწინებს 306 მილიონ 592,000 ევროს გამოყოფას და ეს ახლა მიემართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, კერძოდ თურქეთის მიმართულებით ბოლო მონაკვეთი რჩება ჩვენ ბათუმის შემოვლითი მოგეხსენებათ დასრულებულია. ბათუმის შემოვლითი გზის შემდგომ სარფამდე არსებული გზის უკვე ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ნაწილში, სწორედ ამისთვის არის განსაზღვრული ეს თანხა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის შემდეგ გაგრძელდეს მაგისტრალური გზა თურქეთის საზღვრამდე, შესაბამისად ეს უზრუნველყოფს ერთის მხრივ სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და ამავდროულად სანაპირო ზოლის განტვირთვას ტურისტული მიზნებისთვის უფრო აქტიურად გამოყენებას ამ ზოლისგან მაგისტრალის ცალკე ახალი გზის მშენებლობას. ეს გზა არის ჯამში 11 კილომეტრიანი გზა, დაგეგმილია 7.6 კილომეტრიანი ახალი გვირაბის მშენებლობა, პლუს დაახლოებით კილომეტრნახევრიანი ახალი ხიდი უნდა აშენდეს და ჯამურად ეს პროექტი მოიცავს 11 კილომეტრიან მონაკვეთს, რაც სავარაუდო ღირებულება არის 306 მილიონ 592,000 евро, რაც გამოყოფილი, ამას დაემატება ჩვენი თანადაფინანსება გადასახადების ნაწილში. პროექტს განახორციელებს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უკვე თუ არ ვწდები გუშინ, თუ დღეს გუშინ გამოცხადდა უკვე ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და დაახლოებით ალბათ 5-6 თვიანი პროცესი იქნება და მომდევნო წელს უკვე აქტიურად შეიძლება მშენებლობების დაწყება ამ მონაკვეთის ნაწილში. პროექტს განახორციელებს, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, არის ვადა კრედიტის ათვისების 2031 წლის ბოლომდე, თუმცა თუ სატენდერო პროცედურებში რაიმე შეფერხება არ იქნა, ვფიქრობ, რომ უფრო ადრე შეიძლება ამ გზის დასრულება. შეკითხვები ხო არა გაქვთ? მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი საშურის საქმეა, ამიტომ ხარი დაუჭიროთ ამ სასესხო შეთანხმების გაფორმებას.
დიდი მადლობა. კი ბატონო, კომიტეტმა სამივე საკითხი განიხილა, ამით კომიტეტის ხმა დასრულებულია. მადლობთ.